ეს ყველა შეეხება ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულში ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა. ამის შესახებ დაპატიმრებული პედაგოგი ნინო დათაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს. დათაშვილი მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ სახელმწიფო მანქანა ვერ გაჭყლեց, ვერც ინდივიდებს და ვერც ქართველ ხალხს. დაკავებული აქტივისტის თქმით, ის ყველგან დაამტკიცებს საკუთარ სიმართლეს. ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და მხარდაჭერისთვის. ყველას გიყურეთ, ყველანი მიყვარხართ. ძალიან სწორად აფასებთ, რაც მე სახელმწიფო მანქანამ დამატეხა თავს. ეს ყველას შეეხება. ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულში ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა. მანქანა ვერ გავჭყლեց, ვერც ინდივიდებს და ვერც საქართველოს ხალხს. სადაც უნდა ვიყო, ყველგან დავამტკიცებთ ჩემს სიმართლეს. ამჯერად გავიმარჯვებთ სახელოვნად. მასწავლებელთა პროფესიული ჯგუფი დიპლომატიურ წარმომადგენლობას განცხადებით მიმართავს. ისინი მიზანმიმართულ დევნად, უკანონო და არაადამიანური წამების ტოლფასქმედებად აფასებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ეკმაყოფილებინა პროკურატურის შუამდგომლობა ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, რომელიც დათაშვილის მხრიდან უარის შემთხვევაში იძულების ზომებსაც ითვალისწინებს. განცხადებაზე ხელმომწერი პედაგოგები დიპლომატიურ წარმომადგენლობას თხოვენ ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენონ მანკიერის სისტემისგან ნინო დათაშვილის დასაცავად. განცხადებას ამ დროისთვის 270-ზე მეტი მასწავლებელი აწერს ხელს. ძალდატანებითი ფსიქიატრიული მკურნალობა საბჭოთა ეპოქის დასრულების შემდეგ საქართველოში პრაქტიკაში აღარ განხორციელებულა. ეს არის ტიპიურად საბჭოური მეთოდი, საზოგადოების აქტიური და კრიტიკულად განწყობილი წევრების მიმართ ძალადობისა, რომელიც დღემდე გრძელდება რუსეთის ფედერაციაში. ნინო დათაშვილის საქმეში შერაცხადობის გადამოწმების საკითხი შემოტანა აჩენს შეკითხვებს ბრალდების მხარესთან, რადგან ეს შუამდგომლობა სავარაუდოდ ემსახურება ნინოს როგორც პიროვნებისა და როგორც მასწავლებლის როლის დისკრედიტაციას. ჩნდება ეჭვი, რომ პროკურატურა ამ გზით ცდილობს მისთვის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებას. მასწავლებელთა პროფესიული ჯგუფის სახელით ვგმობთ აღნიშნულ მიზანმიმართული დევნის უკანონო არაადამიანურ და წამების ტოლფასქმედებას. ვთხოვთ თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენოთ მანკიერის სისტემისგან ნინო დათაშვილის დასაცავად. სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის აპარატი პატიმრობაში მყოფი აქტივისტის ნინო დათაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 2 აგვისტოს მას შემდეგ, რაც სასამართლოს მანდატურზე თავდასხმაში ბრალდებული ნინო დათაშვილის ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვის შესახებ, რომლის თანახმადაც ქალს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს. სახალხო დამცველის რწმუნებულმა ნომერ მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში ის კვლავ მოინახულა. მათივე ცნობით შეხვედრისას ნინო დათაშვილმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ არსებით გავლენას ახდენს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მონიტორინგის ფარგლებში 2025 წლის 27 ივნის 11 და 16 ივლის სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მისი მონახულების და შესაბამისი შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატს მიმართული აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტისთვის. 2025 წლის 2 აგვისტოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა კვლავ მოინახულა ნომერ მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ნინო დათაშვილი. შეხვედრისას ნინო დათაშვილმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ არსებით გავლენას ახდენს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საკითხის შესწავლისა და შეფასების მიზნით სახალხო დამცველის აპარატს დამატებით უკვე გამოთხოვილი აქვს ბრალდებულის სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად. თუმცა ვინაიდან ეს მონაცემები ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციას მიეკუთვნება, აპარატის მიერ არ ხდება მისი გასაჯაროება. სახალხო დამცველი გააგრძელებს ბრალდებულის უფლებრივი მდგომარეობის, მათ შორის ჯანმრთელობის უფლებების დაცვის მიზნით ზედამხედველობის განხორციელებას. 2 აგვისტოს ნინო დათაშვილის ადვოკატმა ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. სასამართლომ კი ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურატურა ამ საკითხის გარკვევას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ცდილობს. პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ ადვოკატების მიერვე წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და ექსპერტიზის დანიშვნა მიზანშეწონილად ამიტომ ჩაითვალა. დათაშვილის უფლებადამცველების განმარტებით პროკურატურამ ნინო დათაშვილის სამედიცინო დოკუმენტაცია მის წინააღმდეგ ბოროტად გამოიყენა. სამედიცინო დოკუმენტაციაში წერია, რომ დათაშვილს მძიმე ხერხემლის დიაგნოზი აქვს, რომელსაც თან ახლავს ემოციური ლაბილობის სიმპტომი. იურისტის განმარტებით, ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეფასდეს იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების დიაგნოზად. დაპატიმრებული პედაგოგი დღეს მისმა ადვოკატმა მოინახულა. თამარ გაბოძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დათაშვილს კვლავ გაუსაძლისი ტკივილები აქვს. ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნის მომხდარი ფაქტის გამო ოცივნის დააკავეს. მას საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას ედავებიან. გავრცელებულ კადრებში, რომელიც 9 ივნის საქალაქო სასამართლოში მომხდარს ასახავს, ჩანს მანდატურის თანამშრომლები ძალის გამოყენებით როგორ ატოვებინებენ პედაგოგს შენობას.